იყო და არა იყო რა. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო და მხიარულ სათავგადასავლო ველოდურში წავედით. როგორც წესი ვცდილობთ ხოლმე რომ ერთი და იმავე გზაზე არ ვიაროთ და შესაბამისად ხალხისკენაც გავეშურეთ აი ასეთი საკმაოდ რთული, თუმცა სახალისო და ტალახიანი გზით. ამ ლამაზი ფოთლოვანი ტყის არც თუ ისე წარმატებით გავლის შემდეგ დავეშვით ძალიან ლამაზ მინდორზე სოფელი წეროვნისკენ. ამ აღფრთოვანებას, რასაც ახლა რამდენიმე წამის შემდეგ გაიგონებთ, მხოლოდ ველოსიპედი და დაღმართი იწვევს. თავიდან ამ ტალახებზე ძალიან ფრთხილად გადმოდიოდნენ, რომ თვითონ და ველოსიპედი არ დაცრულიყო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდნენ, რომ აზრი აღარ ჰქონდა. წყაროთან შესვენების შემდეგ უკვე ხალხის აღმართ შეუდექით. შემდეგი შესვენება კი უკვე ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის ელას სახლში იყო, სადაც ყავა დავლიეთ, ენერგიები ავივსეთ და გავაგრძელებთ გზა. ჯგუფური ველო გადაადგილებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ როცა ადამიანს უნდა ჩაუვაროთ, დავიძახოთ რომელი მხრიდან ჩაუვლით, იმიტომ რომ არ ვიცით რამდენად გამოცდილი რაიდერია და შეიძლება შეეშინდეს და რაღაც სახიფათო სიტუაცია შეიქმნას. აჩქარებთ არ შეიძლება ვითომ ტრაფად მივდივართ. ავაჩქარებთ. თუმცა აშკარად ნიშამ დაპირება არ შეასრულა. არა, მიდის კაც. დახრეშილია. როგორი ლამაზი ადგილი ყოფილა თბილისთან ახლოს. ხან ბილიქს გავყვებით. და შიომღვიმის მონასტერს გადავხედავთ ზემოდან. გაიშლება საოცარი ხედი. აქ ნახე. ამხელა ტალახებია და ძალიან სრიალებს. ნელა. ვაუ! აგრად. სო გაიჭედა საუბრავის. გავარეცხო ცოტა რავი. ბალანსი ქია. ცალტვა. საბურავი აღარ ტრიალებს. ეხლა უნდა ეჭეჭგურო. ვიდეოსთვის გვჭირდება. გამბედავი რომელია? არა წაისა, ჩემ ბეწავ. არ ექნება ბევრი ნახვევი. ცოტა ტალახია, მაგრამ რავი.
მაინც მირჩევნია თბილისში სიახლოვეს. ნამოც და აუჩქავოთ. მარცხნიდან აუ რა კაია. არის 64-ით. თუ ჩამოსრიალდი დაგიჭერ. მე კი დაგიჭერ, ოღონდ მე ერთად ჩავსრიალდებით. ისიც რა არის? მასა დათო. როგორ ქვია იცი? კაია. Oh my gosh. მაი გადმოები. ზედაზე მაღლა? არის შენიალური? რა ვიცი. თავარია როგორ მოასრიალებ ხო? აუ არა მიდი ჩადი. ვაუ ვაუ. არ უნდა წამოგეყვანა, გეუბნები. არა, ეს რო დაამაგრა. დათო, აი მადგვარზე მე და არენანება ფოქსის ამორტიზატორი რო დაკაწროს ახლა. აი ეგ რო არ ეყენოს, ხო დაკაწრავ და. აუ არა მაინც. არ გენანება? ჩემია ვიარო ველოთი, ვიდრე წმინდო მთელისა. მე ამორტიზატორს რო ყაწრავ. მოიცადე. აუ ბა ეხა მხარი. აუ არა, მართლა, თუ ველოთი ვიარე. შესკენ წაიყვანე, მიდი. შესკენ უკან. წაიყვანე. არა, ეგრეა. აქ წამოვა. კიდე. აი, მოიცა ამას ჩამო. всё, ამოიყარა. ტექნოლოგია. ტექნოლოგია. მანამდე მე გამოვწმინდეს. უკან გაწი, უკან. სო, აღარ უნდა. არა, უნდა. წაიღე უკან. ეგა. აჰა. ნამდვილი მამაკაცები ვართ. მადლობა ნამდვილ მამაკაც. კიდე კაი რო ვიყავით თუშ თუ არა, რა ეს აქ ჩარჩებოდა. სულ გზასაც ვერ გააგნებდა. განხეთქილებას აქვს ადგილი. განხეთქილებაა თქვენ ჯგუფში. რა კაი გზა, მარი წინა? არა, დისტანცია მქონდა. კარგები ხართ რა. ეს ერთი გუნდის ქალები ნახე. ოჩა. შეგიძლია რა მოუმატენ? მადლობა. საიდან მოგიარო? კარჯუნი? ოკეი.
რამ ხელატალახია ეწება GoPro-ს. აუ, რა კარგი ბილიკია, ძალიან მომეწონა. დათოიე. დავედი. დავდოთ. ოპა! მარცხნიდან. მარჯვენა. აუ რა კაი. წარდე. რა. სადაც ჩავედით, ეს სოფელი ციხისძირია. აქედან კი სოფელ ხიდის ყურში გავემართეთ და შემდეგ იყო ძალიან სახალისო მომენტი, რომელიც სამწუხაროდ არ ჩავიწერეთ. სოფელში როგორც ცდილობდნენ გავეჩერებინეთ და გვეუბნებოდნენ, რომ იქეთ გზა არ მიდის, იმიტომ რომ ველოსიპედი რომ ყველა გზაზე დადის არ იციან და აღმოჩნდა რომ ჩვენმა ზოგმა მონაწილეებმაც არ იცის ეს. მარცხნივ ჩანს მტკვრის ხეობა, რომელსაც გასწორებ მიუყვება მატარებლის ლიანდაგი და კიდევ უფრო მარჯვენა მხარეს არის მცირე ბილიკი, რომელსაც ველოსიპედის შეუძლია იარის. გურ? ამ ვიდეოში გავიგე, რომ თეას თურმე ისე ძალიან შეეშინდა, რომ პატრულს დარეკვას აპირებდა, თუმცა მე წინ მივდიოდი და ამაზე წარმოდგენა არ მქონდა. რა თქმა უნდა, არსად დარეკვა არ მოუწია, იმიტომ რომ წინასწარ დაგასპოილერებ და გეტყვით, რომ შვიდობით ჩამოვედით ბოლო. აი. არ ჩავარდეს, ნუ გაჩერდები მან. ფრთხილად ხალხო, აქ ფრთხილად. ძალიან დიდი ორმოა ფრთხილად. 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 აქ ისეთი მიწა, რომ აშკარად ეროზიას იწვევს ის ნალექი, რაც მოდის ხოლმე და მარცხნივ პატარა კედელივით არის აშენებული იმისთვის, რომ
ლიანდაგები არ დაიტბოროს და ეს მასა, რაც ახლა ჩვენს მარჯვნივ ჩანს, არ გადმოვიდეს ლიანდაგს. ეს როგორი ის არის გაკეთებული ჰიდროფილიკი რა, საინტერესოა. ამ ვიწრო ბილიკზე შესამჩნევი იყო ადამიანების ფეხის კვალიც და შინაური ცხოველებისიც სავარაუდოდ აქეთ საძოვრებზე გამოყავთ ხოლმე. ვიწრო ბილიკი ნელ-ნელა გაფართოვდა და სანამ მივედით იმ სოფელში, სადაც ხიდზე უნდა გადავსულიყავით, ასეთ ლამაზ გაშლილ ველზე მივდიოდით, რომელიც ცოტათი ვაშლომას მაგონებს. თქვენ? არა, ცოგო, არა. დაიცა იქ არის ვინმე უკან? კაი, წავედით. ახლა საფეხმავლო ხიდისკენ მივდივართ, რომელიც მტკვარზე გადადის და ეგრეთ წოდებული საქანელა ხიდია და მართლა მოძრაობს ოდნავ და ის ხის ფილებიც რაც აქვს გადადებული საკმაოდ ესეთია ჭრიალებს და ცოტა ექსტრემალურიც არის. აბა ნახეთ. დავო მივბრუნდეთ, ახლა რა უთხრათ, ყოფილა ხიდი, ყოფილა. კი, ვიდეოს. ეს საფეხმავლო ხიდი სოფელ მირიანს და ქვემო ხანდაკს აკავშირებს. აბა რა. კი. დაგეჯახა, თეა, დაგეჯახა. აუ. ბიჭო, კი რა გაგიტანა თეა, რა არის? მაგარი საშიშები არიან ესენი. მაგარი უშიშარი და. ესენ სკლინს ჭამენ და შენ რას გიზავებ, იცი? ვაიმე. მაშინ რა გამიარო ხალხო? ურა кайზია მათონი ყო. ვეცათ ეგრევე ძუძუებში. რა ლამაზი დროხებია. გამარჯობა. არა უშავს კაცს. ლამაზებია. ზოგი ლამაზია. რა ლამაზია. გამარჯობა. აი სუფარი ყოი. რა შეესწრებოდა ადამიანი. რა ვიცი. ეს ნაჭენ სამას. ძაღლს რო გადაუგდებენ და ჩვენ რო წავარქვევთ ძაღლს. მიდით. ზაგარი ხო გინდა? ზაგარი მეტია. ოღონდ მინდა ხედები. ეთები. ეს რა გიქნა მაგრამ ისორი თოდა გადავიარე. არა გამორიცხული. ხო, არა უშავ, ხო. That's good. აი მოსახვევის მერე ჩემი корпуსია. ჩვენ წავიდე. მე მარიკას ვერ დავტოვებ. ხოდი გინაკოც კაცო. არა. ჭამე აუკა რა რისთვის მოგებ ჭამე კაცო. ნუ გერიდება მართლა მე არ მინდა. დათოს თუ უნდა აგერ გავუყავიდე ერთით შენ შეჭამენ. ყველა ერთად დავიჭარდეთ. აი მე არ გინდა ეგეთი თავგანჭარი. ფილმებში რო არის რა აი რო რჩება და ტყუილად რო იწირავს თავს ხო იცი? კი წამოვიდა. სადა? თები ხაი წინ არის სადა გაჩედეგი. ზა მაგარი ის იყო. ფოტო ვიდეო მაგარი გამოვიდა.